ბიზნესის ტერორი, ქონების უკანონო მითვისება და აგვისტოს ომის დანაშაულებების საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა შეფასებების თემაა შიდა ქართლში. ოპოზიციას საკითხთან დაკავშირებით კრიტიკულია, ქართულ ოცნებაში კი ამბობენ, რომ კომისიამ მნიშვნელოვანი დეტალები გაახადა საზოგადოებისთვის ცნობილი. არალეგიტიმური პარლამენტის, არალეგიტიმური საგამოძიებო კომისია, რომელიც ნაცმოძრაობის დანაშაულებების გამოძიებას და შემდგომ მის დასჯას აპირებს, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ თვითონ ასრულებს დავალებას რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მას მერე რაც იმ ცნობილ გენერლებისგან მათ ვერ მიიღეს სათანადო პასუხები და ხელჩასაჭიდი და ხელმოსაჭიდი ვერაფერი ნახეს, უკვე გადადიან ისეთი სასაცილო წკია ისეთი ადამიანების დაბარებაზე. ერთი მაგალითი და მტკიცებულება იმისა, თუ როგორ ეპყრობოდნენ ადამიანებს, როგორ ართმევდნენ კერძო ქონებას, როგორ ანადგურებდნენ ოჯახებს, ხელყოფდნენ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და როგორ აბუჩად იგდებდნენ ადამიანებს. ადამიანების სიცოცხლე თითქმის არაფრად არ ყიდა და ამას სისტემური ხასიათი ჰქონდა. ამას მოწმობს არაერთი გამოკითხული და მე დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანია კიდევ გამოსაკითხი და ძალიან ბევრი ადამიანი ფაქტებით ისაუბრებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა იმ წლების განმავლობაში. მე ვფიქრობ, რომ ამ კომისიის მუშაობის შედეგად უნდა დადგეს ამ რეჟიმის არა მარტო პოლიტიკური შეფასება და პოლიტიკურად უნდა შეფასდეს, არამედ სამართლებრივადაც უნდა შეფასდეს ეს ყველაფერი. ამ ყველაფერს იმიტომ დღის ნათელი ნახა დღეს, ეს ხალხმა იცოდა საზოგადოების დიდმა ნაწილმა, მაგრამ ეს უნდა იცოდეს დღევანდელმა იმ ადამიანებმა, ვინც ქუჩაში დგანან და ითხოვენ ისევ იმ რეჟიმის დაბრუნებას. რა შეიძლება იყო და რა შეიძლება რომ მოვიდეს. ღმერთმა არ აქნას ეს არასოდეს არ მოხდება, მაგრამ ზოგადად ეს არის ის, რომ ამ კომისიამ ნათელი მოფინა აი ამ უბედურებას, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში.